სალამი მოგესალმებით. საღამო მშვიდობისა ჩვენო ერთგულო მაყურებელო. პატივისცემულო პუბლიკა, ქალბატონებო და ბატონებო, დღეს ხუთშაბათია და რუსთავი 2-ზე ტრადიციულად თქვენ უყურებთ ბადა და ნიგას შოუს, რომელსაც აქვს ერთი საოცარი თვისება. მხიარულ განწყობასთან ერთად თქვენ დგებით ქეიფისა და დროს ტარების ხასიათზე, რომელსაც რა თქმა უნდა უზრუნველყოფენ ქსოვრელები და გიორგი შოშიტაშვილი. ყველა უყურეთ ალბათ PSG ბაიერნის თამაშს. ეს რაკნა, კაცო. ვი, დებელე? არა, კაცო, რა დებელე? დუე. მოკლედ, კვარამ 2 გოლი შეაგდო და ისე ითამაშა. ფრანგები ქართულად ულოცავდნენ PSG-ს და გერმანელები ქართულად აგინებდნენ თავიანთ მწვრთნელს. კი ბატონო, კვარამ დაადუმა ჰეითერები და ალაპარაკა მსოფლმოს. შენ ახლა 6 მაისს გიორგობას ნახე ჩემო ნიკოლოს. აბა, რეები ჩაატაროს კვარა მიუჰენში. აბა შენიცი. შენიცი ოქროს ბიჭო და ბრავო და აპლოდისმენტები. მართლაც ნამდვილად. დღეს 30 აპრილია და საოცარი დღეები გველოდება წინ. ხვალ მაისი იწყება. ეს უკვე კარგია. მივხვდი საითაც მიყავს. ჩემი დაბადების დღეა მაისში 20. მანამდე გასაგებია. ზეგორი მაისია და აბა რა ხდება 2 მაისს? სეირად. ეს ინჩე მაზორო ტიპები რა. გვირილობა ძმაჯან. ქუთაისელობა, აბა როგორ? შეგენაცვალე, აბა რა გაიგორო? მიყავს, всё, გადაწყვეტილია. ზე ქუთაისში მივდივართ ყველა გენაცვალე გვირილობაზე, მაგაზე, ლამაზი დღესასწაული. მე სხვა არ ვიცი და გილოცავ წინასწარ ყველას განსაკუთრებით ქუთათურებს შეგენაცვალე. შეგენაცვალე, აშენით და გამრავლით. სად იქნება გაშლილი მაინც? შეგენაცვალე. ასე. შემოუშვით გრიბიონი, წაგვეშალა გრიბი. და კიდევ ერთი ძალიან კარგი ამბავით შეგახსენებთ გვაქვს, რა თქმა უნდა, ბევრი ახალი ამბები. შაბათს და კვირას, რაც არ უნდა იყოს საქართველოში, რა დღესასწაულიც, უნდა უყუროთ საღამოს 8-ზე კომედი არხს. გადმორთოთ და რა თქმა უნდა, იქ დაგხვდებათ მიხოს და მაროს. ძალიან სასაცილო სერია. აუცილებელია და ჯანმრთელობისთვის არის საუკეთესო სხვათა შორის და არ გამოგრჩეთ ჩემო ძვირფასებო. თან ისედაც ახლა სარეკლამო ვიდეოს მერე ერთი ამბავია ჩემო ნიკოლო ზატეხილი რა უნდაო ჯვარია ქაურობას და კუბოსო რატო ჩააწვინეთო. ნახეთ ბატონო, იქნება არ ჩავაწვინეთ. იქნება და აი ძალიან მაგარი ამბები გელოდებათ. არა და იქნება და ჩასაწვენი იყო და იმიტომ ჩავაწვინეთ. რა კი ბატონო. მოკლედ ჩვენთან სულ კარგი ამბებია და აქვე იმასაც გეტყვით რომ 9 მაისს პაატაკულიაშვილის კომედიის თეატრი გელოდებათ წარმოდგენით ლუარსაბი და დარეჯანი. ძალიან ცოტა ბილეთებია დარჩენილი. კი ბატონო და იჩქარეთ რომ მოხდეთ ამ წარმოდგენაზე და აქვე მადლობა ყველას ასეთი ერთგულებისთვის, როგორც რაც თეატრში ჩვენთან ხდება. მართალია 45 კაცი ეტევა, მაგრამ დღეს საქართველოში 45 ერთგული ქართველი როგორია? გენაცვალე. გადათვალე კვირაში 3 სპექტაკლი 45. ბუღალტერიას ნუევეკებთ ახლა გენაცვალე. გადავიდეთ საინტერესო ამბების მიმოხილვაზე. აბა აგვისტოდან თბილისიდან ბათუმამდე მატარებლით ჩასვლას მხოლოდ 4 საათი დასჭირდება. უიმე, რა კარგი ამბავია. ესე იგი პიაცაზე თუ გინდა მოხვედრა 10 საათში იქახარ რა. კი ბატონო, 100-ია ზუსტად. 4 საათი მატარებელში და მერე 6 საათი ბათუმის რკინიგზის სადგურიდან პიაცამდე საცოლე. დილის 6 საათზე რო წახვიდე,
10-ზე მოკლედ პლაჟზე ხარ, გაჩერდები 7 საათამდე და საღამოს 11-ზე თბილისში. ასე უფრო იაფი დაждდება თბილისიდან როიარო ყოველდღე ვიდრე სასტუმროს ქირაობა. კი ბატონო, ფაქტიურად მატარებელში დაძინება აღარ ღირს. სანამ თვალს აი მოხუჭა უკვე ხაშურში იქნები და მანდი სადაც არ ღირს თვალის გახელანი. ერთადერთი მინუსი აქვს ამ ამბავს. მატარებელში ჭორაობის დრო კატასტროფულად შემცირდა. კი ბატონო, ადრე. ნიკოლოზ, მატარებელში გაცნობილი ხალხი ქორწინებს იხდიდა. გეგმავდა მინიმუმ. ახლა მაქსიმუმ Facebook-ზე დაამატა. აი არ ვიცი რა ყოფაში გვიწევს ცხოვრება? უნდა ქნასი აჩქარდა ცხოვრება, არა და ბენზინი ისე ძვირდება, მატარებლით სიარული უალტერნატივოა ჩემო ძვირფასე. ეგრეც არაა საქმე ჩემო ნიკოლოზ. აი ამერიკაში კაცმა 1993 წლის შევროლეტის პიკაპი სეირან შეშაზე გადააწყო. მიხედი ამბავს ახლა ამ ხელა გზაზე რომ მოდიხარ აქ შვენიერი რამია 100 კილომეტრზე სულ რაღაცა ორტაჩკა შეშასწავს მეტი არაფერი. კაი აზრია ხო ის შენ, მაგრამ ერთი ნაჯახი სულ უნდა გეგდოს მანქანაში. რა იცი სად გამოგელევა აი ბენზინია შეშ. აი ამიტომ ვიძახი რომ ჰიბრიდი უნდა ყავდეს. ანუ დეზეც რო იყოს და შეშაზე? არა შეშაზე და ნავთზე. არა, მასე დაასტუკებ მასე მატორს. ეგ კი არა, შეშასაც შერჩევა უნდა. აი ნაძს თუ შეუკეთებ, ნელადა. ცხილაზე იწევს. აგაკრავს ასე. მე როგორც გავიგე, ამერიკულებზე კარგად მინდის რეგულარ წიფრი. თორე პრემიუმ უხარო, იხმარო, კლაპნებს აფუჭებს და მერე ზეთი გადააქვს მატორში. აი ეგ. კიდე ჩეკი თუ აგითუ, ესე იგი საკვამური არის გასაწვენი. მოკლედ კარგი იდეა, პიკაპი თუა შეაგდე უკან მაყანი, თან რომ გზავრობ და თან წვავ. ნუ ყველაფერი საქართველოსთან მოდის მაინც. გენაცვალ. კახელების ამბავი, რომ ვიცი ახლა წალამზე ამუშავებთ სულ მანქანებს, ახლა გადააწყობენ. რატო იქნება ახლა ცუდი? შენის მითხარი სათევზაოდ ბოლოს როდის იყავით? სათევზაოდ იქნება 1-2 თვე გასული და რა? ცოტა ნერვიულებული და აგრესიული ორაგული ხوار დაგიჭირა. რა უნდა ორაგულ წყალში? ეგენი მარკეტებშია მარტო და რატომ ეკითხებს? ისვენე? რატომ და აი რას წერენ? მეცნიერულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ნარკოტიკების ნარჩენები მდინარეში, კერძოდ კი კოკაინი, სვლის ორაგულის ხასიათს. ანუ ინდაურებს რომ ჭაჭის ნარჩენებს დაუყრიდა, რომ დაყიალოვეთ თვალები. იგივე ეფექტი ქონია კოკაინის ორაგულზე. ალბათ, ისე საინტერესოა ხასიათს შეცვლილი ორაგულის ჭამა. ნარკოდამოკიდებულს გაგხდის თუ როგორ იქნება? ეგ არ ვიცი ჯერ, მაგრამ თუ გვინდა გადავაჩვიოთ ორაგულები ნარკოტიკს, ახლა მეტადონი უნდა ჩაღვაროთ მდინარეში. სხვანაირად შანსი არ არის გამომიწვია. კი, ცოდოები არიან. თურმე მდინარეში თუ წყნარ ადგილას მოხვდნენ, ეგრევე პანიკური შეტევა ეწყება. რატომ ასეთი სიჩუმე, რამე მოვხოდოთ? საშინლად სვლის ხასიათს. ერთი თუ მიეჩვია, მერე დაცურავს წინ და უკან. ხან ბარაბულგას მიადგება 100 ლარი ვასეს ხან კიბორჩ ხალებს. უაზი არ არის ეს ორაგული. საწყარი ასე თუ გაგრძელდა მდინარეში კი არა, მალე სადარბაზოებში მრიცხველების უკან უფრო დაიჭერ ორაგულს ვიდრე წყალში. ვაგრძელებთ ზოოკრიმინალურ თემას. სუპერმარკეტში მაიმუნი შეიჭრა, ტკბილეულით გამოიბესკვა, წამოწვა იქ და გასვლაზე არც ფიქრობდა. ნახოთ ვიდეო ძალიან. ეს მაიმუნებიც კარგი მაიმუნები არიან. სუპერმარკეტის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ბანანი დაანახა შორიდან, იქნებ გამოვიტყუო გარეთო, მაიმუნმა ხელით ანიშნა, იმენი ბაგდაჭა მეგ ბანანი ხო იცი და არ ვიცი, აი შენ იცი და წაიღო. მაიმუნები არის. ახლა სანამ ერთ კაი დედალი შიმპანზეს არ მომიყვანთო, და მე ერთღერ სიგარეტს არ მომწევ, გარეთ მე გავსვლილია. ნუ ბოლოს დაიჭირეს და ზოოპარკში გაამწესეს.
იმდენი ტკბილეული გონია წამოღებული თურმე დაარიგა ზოოპარკში ყველა ბავშვებს თვითონ უგდებდა კაპეტებს და არა ბავშვები. ისე მაიმუნმა უნდა გვაჯობოს. წამოერდი გავიჯდეთ რესტორანში. გამევიბესკოთ, კარგად, წამოვწვეთ და არჩევან არ გადავიხადოთ ხო? არა, მე თავით იცი. ზოოპარკი მინდა მე. აი, там ფული გვაქვს. დღეს იყო ხელფასზე. მაგარი ამბავი გამახსენდა ხელფასებზე. ჩინეთში ხელფასით უკმაყოფილო ქალმა პროტესტის ნიშნად სამუშაო მაგიდასთან 5 საათი დაიწყო. იმდენ მუშაობას მიიღებთ ჩემგან, რამდენსაც მიხდით. აი, იცი რა, ეგ რაზე გაგახსენდა, ეხლა ვერ მივხვდი. კი, კარგად თქვი ყველაფერი, მაგრამ ცოტას გვიხდიან თუ რა? არა, ისე გამახსენდა, კაცო, ხო და ამ ქალს თურმე სამსახურში სხვა თანამშრომლებაც მიბაძეს და ოფისიდან 2 დღეა ხრინვის ხმა გამოდის გლიჯავს ყველაფერს. თვის ბოლოს ხელფასზე მოითხოვა ამ ქალმა თურმე. უფროს უთქვამს, უი, გეძინათ თქვენ და მაგიდაზე დაგიტოვეთ იქ ხელფასს და ეთქობა ვინმე მაიღო, ან ხარო. ძალიან გთხოვთ პროტესტის ეს ფორმა არ გაიმეოროთ სამარშრუტო ტაქსების და ავტობუსის მძღოლებმა. რა არ მოხდება გაიამბა. ნამდვილად. მოკლედ ინდოეთში საინტერესო ინფორმაცია. ინდოეთში ბანკომატში შემძვრალმა ვირთხამ სულ რაღაც $18,000 კუპიურები შეჭამა და მოკვდა. აი, ესე იცის კრისულად რო იქცევი. არა და აგერ ახლა ხაშურის ბანკომატში შეძვრა ვირთხა თურმე და ისის მოკვდა. ოღო შიმშილით. რა უიღბლო ვირთხა ყოფილა. რაც ამას ინდური ქუჩის საჭმელები ეკნებოდა ნაჭამი, იმან ვერ უქნა ვერაფერი. დოლარმა მოკვდა. ყველა დოლარია. ცხოველთა დამცველებმა გამართეს საპროტესტო აქცია. რაო? რომ ამის მერე ფული ისეთ ქაღალდზე დაბეჭდონ, რომელსაც ვირთხის კუჭი მარტივად მოინელებს. სწორია. ეს დოლარი ძალიან ძიმე მოსანელებელია. იჟოგაის. გამიგია. ჩინელი კომუნისტები ამტკიცებენ, რომ აი მართლები ვიყავით, როცა ვამბობდით კაპიტალიზმი კლავს. ისე ბანკომატთან რომ იხვალ, ფულს მოითხოვდა $100 ნაცვლად, მკვდარი ვირთხა გადმოვარდება, არა, ამთრად კაი დასანახი მინიმუმ. საცოდავი ამ ხელა თანკის მოპარისთვის სამუდამო ხაფანგი ელოდა და ალბათ ასე ერჩივნა კიდეც. მაძღარი წავიდა ამ ქვეყნიდან. უი, მაგახსენებაზე პირიქვისკენ ვიქნია და ჩინეთში მამაკაცი საკუთარ ავტომობილში ჩაასვენეს და კუბოს ნაცვლად ისე დაკრძალეს და გადააქცევა რომ გამოყავდათ სახლი და თურმე ხალხი იძახდა შიტოკებს არ ენდოთო. ეხლა სოტრით უქონდა და გავლილი შეუშვებები გუმაგის რაი მესაფლავეები ყოფილა გადარეული. ეს სასაფლაო თუ პარკინგი გამაგებინოთ. კიდე კარგი ტრაილერი მსხოლი არ იყო ეს უბედური რა გათხრი და ამ ხელა საფლავსო და რო უნდა ჩაესვენებინათ ერთი კარნახობდა. ო, კაია, მარცხნივ აიღე და ჩასული. კი ბატონო. 2 ამორტიზატორი ჩაუყოლებიათ იქ რბილად მოისვენებს. და აცი ვიდრე შინაური რომ გარდაეცვლება ამ კაცს ზეს და ბენზინის სტალბონებს გაატანენ ხოლმე მას. კაი, ამ თემაზე დიდხანს ნუ გავჩერდებით და დაუბრუნდეთ გვირილოვის თემას ქუთაისობას, ემოცებო. ეს კარგია, მაგრამ თავში ხო ვისაუბრეთ უკვე, ვილაპარაკეთ და წინასწარ მიულოცეთ ქუთაისელებს 4ჯერ გაკოცე რა თქმა. მე თუ მკითხავ ზედმეტი არასდროსა ქუთაისზე ლაპარაკი გადაცვალე. ვიცი, ეგრე ერეკლეობა ვიცით ჩვენ თელავში და როდის გინახავს ერთზე მეტად მეხსენებინოს. ეგ გამახსენე, აგერ არის ხალხი, აგერ არიან ბიჭები. მაგით ახლა რისი თქმა გინდა რომ თავს გამეტებთ იმერლები კახელებ? მე არაფრის თქმა არ მინდა, მაგრამ ეგრეა. ბიჭო, ყოლა! ჰო, რა იყო? მაგის მე, მაგრამ მართალი გარს მოუწევ.
დაიცადე კაცო, იქნება სხვა რამეზე გეძახი ჯერ. რა არის, ბიჭო, მართალი, ბიჭო, ჩვენზე, ბიჭო, თავდაბალი ხალხი, მე დედამიწის ზურგზე არ მეგულება. ასე არ არის, მიგვიდია. აი, სილა, ატარა, საკინეს, ამიჯო, სტავეგეიგე. იმერელის და ქუთაისელის ტრაბახი გინახია სადმე, როდისმე მithქვია, ყველაზე კაი ხაჭაპური გვაქვს. ან ყველაზე მაგარი სუფრა ვიცით, ან ყველაზე მაგარი თეატრი გვაქვს. ქუთაი როდისმე. მოიცა, მართლა მოიცა. ასე ჩვენ ჩხუბამდე მივალ და არ იქნება ლამაზი. არა, განა ვერ მოგერევით, მაგრამ ხალხი გვიყურებს. აგერ დასავლეთი და აქეთ აღმოსავლეთი. ხო არიას? ამიტომ ეხლა ვიმღეროთ და სიმღერით მოვგვარდეთ. ბიჭო, ქუთაისის სურა. დილობა ამავე, აგერ არის გვირავი, ნიკო. არის გამოსავალი. არის ძმაო გამოსავალი, კი ბატონო. შეხომზად ხარ მეყვირია ჯებადა, ახლა უნდა დავგელიჯოთ აქ ყველა. დიდი ბიჭო, ვინ უნდა დაგლიჯოთ? ხო და ეგრე. ქნათ ხო ყოლა? არა ვქნათ აბა. მაშინ დავიწყოთ აღმოსავლეთი და დასავლეთი. მიდი დავა. წავიდა. შაირე.